გამარჯობა, მე ლელა ვარ. მე-40 წიგნი უნდა გაგაცნოთ, ჯერ ვიყავი მინგრეული მიტოვებული შენობის ეზოში, მაგრამ მაწანწალად ძაღლებმა ყეფა ამიტეხეს და თითქმის ბოლომდე მიყვანილი ვიდეოს გათიშვა მომიწია. ამიტომ გადმოვინაცვლე ჩემს ეზოში, სანამ ჩემს ბიჭს ძინავს, მინდა რომ მოვასწრო მე-40 წიგნის შესახებ საუბარი. ძალიან მიხარია რომ ის რაც 1 წლის წინ მიზნა დავისახე, უკვე ბოლოსკენ მიმყავს. 1 წლის განმავლობაში 40 წიგნის შესახებ ჩავწერე ვიდეო, მოვხატე ბალიშის პირი და აგერ უკვე მე-40 ბავშვის გასახარებლად ზრუნავ. ამასობაში ჩემი ბიჭიც გაიზარდა, 7 თვის იყო ნერსე ეს ყველაფერი რომ დავიწყე და ახლა უკვე წლისა და 6 თვის გახდა დღეს. მოკლედ ამ ვიდეო ბლოგთან ერთად იზრდება ისიც. აქ რომ მოვედი, დამხვდა ერთი უსაყვარლესი ბიჭი, რომელიც ჩემი მეგობარია, ასე მგონია, მეგობრობთ. ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანია და რომ დამივთხოვე რომ თუ შეიძლება მარტო რომ დამტოვოთ, მეთქი ინფლუენსერი ხართო, ვერ გავიგე რა მკითხა. და იუთუბერი ხართო? მეთქი კი იუთუბერი ვარ, უბრალოდ მეკითხარი მგონი და მე მითხრა რომ დაგელოდებით და თუ შეიძლება რომ ასე ვთქვა, გამოვიწეროთ არხიო. ჩემი მიზანი, მოდი მათე, მათე თავისი სურვილით. მეთქი რატომ უნდა გველოდო ამდენ ხანს? შეგიძლია თავიდანვე თქვა მეთქი და სანამ მათე გვეტყვის ამ თავის ჩანაფიქრს, თავისი ოცნება ყოფილა რომ იუთუბერის არხზე ესე ეთქვა. მათე 526 გამომწარე მყავს, ბევრია? დიახ, ჩემთვის თუ თქვენ ნატეხარი ხართ ერთი წელი ხდება 17 ოქტომბერს. დიახ. მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ არ მგონია რომ ისეთი ხალხი არსებობდეს, რომ წიგნების კითხვა არ უყვარეს, ნუ არსებობს ძალიან ბევრი, მაგრამ აი ვისაც უყვარს, ჩემი არის თუ წიგნებზე არის და აი რაც მოგისმინეთ, ვცდილობ რომ მივხვდი, მაგრამ მივხვდი, ანუ ვცდილობთ რომ აბა შემისწორეთ. არა, სწორად ამბობ, სწორად მივხვდი. გინდათ რომ ბავშვებს წიგნები შეისწავლოთ და შევაყვარო კითხვა. ან მე ხო სკოლის მასწავლებელი ვარ, თუ გახსოვს არ ვიცი. ამ სკოლაში ვასწავლე. კი, რა, შეხვედრი ხართ. კი, ხო და ასეთი რაღაც მოვიფიქრე, რომ არ უყვართ ბავშვებს კითხვა. ხო, მეც ეგრე ვიყავი ადრე, მაგრამ უკვე 17-მე წიგნი მართლა რა მაგარია, ხო და მათე ესეთი რამ მოვიფიქრე, რომ იქნებ საკითხვის სრული გაუჩინო, ჩემი თითოეული მოსწავლისთვის კერავ ბალიშებს. ბალიშები? დიახ, ეს ბალიშის პირია, უბრალოდ მე ასე მოვიფიქრე, რომ აი შიგთავსი სინტიფონი ქვია, სახლში მაქვს აივანზე დიდი ტომრით. უბრალოდ ერთ კლასში რომ შევუკერე 26 ბალიში, პატარა სახლი მაქვს და ყველგან ბალიშები ეყარა. და ახლა ესე გადავწყვიტე, რომ მოდი დავამთავრებ ამ ბალიშის პირების და წიგნების შესახებ ვიდეოების ჩაწერას და მე შევკერავ, ეგ მარტივია. და ვხატავ თითოეული წიგნის მიხედვით, აი ამ ყდის მიხედვით მაქვს ეს მოხატული. და მე ვჩუქნი ბავშვებს ბალიშებს. ანუ თარიღით? და წიგნები უნდა ვათხოვო. და უნდა წაიკითხო და მე ლიტერატურულ კაფეს მართავთ. ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ერთი. 26 ოქტომბერს ხო არა? არ დამიგეგმავს, რატომ შენ დაბადების ხომე? მართლა რა მაგარია. შენ რომ სკოლაში სწავლობ? აი ამ სკოლაში რომ დამის. თუ კიდე დავამთხვიოთ ამ დღეს და დაგვეწვიე, გინდა? სად არის? მე-9 კლასში გავმართავთ ახლა. მე-4 სართულზე არის. მე რომ მოვიდე, დიახ. ხო და სანამ კიდე შენ სიტყვა სიტყვადე, მე ვიტყვი მათე რომ თავიდან რომ დავიწყე ეს ვიდეო ჩანაწერები, არასდროს ერთი-ორჯერ ვთქვი რომ გამოიწერეთ არხი, მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა რომ ბევრი გამომწერი მყოლოდა. პროცესით ვიღებ სიამოვნებას. ხო, აი, ჩემი აზრით ყველა იუთუბერის, აი, რამდენი იუთუბერის უყურებდი, ეხლა ცოტა იუთუბიდან შეცვლება მივიღე ესე ვთქვათ. აჰა. რამეს გავუსწრებ და აღარ მოწეს ქართული ინფლუენსერი, უფრო ინგლისურს უყურებ, მაგრამ აი, თქვენი ხალხი რო ცდილობს რომ განასხვას უბრალოდ რომ ფული დაერიცხოთ ამ გამომწერებით და ლაიქებით არა უბრალოდ სიამოვნება მიიღოთ და სხვებსაც მიიღოთ. აი ფულიც კარგია მათე. არის ფული კარგი. რატომაც არა. რატომაც არა, მაგრამ თუ ამ საქმით ფულს ვიშოვი, მაგას რა ჯობია. რა ჯობია, მაგრამ თქვენ როგორც ფიქრობთ და როგორც ცდილობთ რომ ხალხი გაახაროთ და ესეთი ვიდეოები წარმოგქნათ და ბავშვებს წიგნები ვიცით არ კარჩა ხარ კარგად.
ძალიან კარგია და აი ესეთ ხალხებს, ესეთ მაგარ ინფლუენსერებს, იუთუბერებს და აი ძალიან კარგი ხალხია საყველი. ლელა მასწავლებელი. ლელა, დეჩესაცილელა და აი გამოიწერეთ ესეთ ხალხის ხალხი. ეხოწევით, იმიტომ რომ ესეთი ხალხი ბევრი არ არსებობს რა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ფულის რატომაც არა, მაგრამ ფულისთვის არ შრომობს. და ეს დაიმახსოვროთ ესეც უყურებთ. ეს ფულისთვის არ შრომობს. იმისთვის შრომობს, რომ თქვენ გაგახაროთ და თქვენ ისწავლოთ რაღაცა. და ეგეთი ხალხი მიყვარს ძალიან და გამოიწერეთ. რა საყვარელი ადამიანი ხარ. თან მათე ნახე, ფული როცა შრომობ და საყვარელ საქმეს აკეთებ, ფული თავისთავად მოდის. შეიძლება ხა ფული არ მოვიდა, მაგრამ ნახე ეს წიგნები გამომიგზავნა გამომცემლობა. მიცის რომ დიახ, წიგნებზე ვწერ და ისიც ცდილობს რომ ამ წიგნებს რომ სოციალურ ქსელში გავაცნობ ხალხს, ხომ ბევრი წიგნი გაიყიდება, მათი მიზანი ეს არის და მე ეს წიგნები რომ მეყიდა, ხო, 100 ლარი მაინც დამჭირდებოდა. 1-2 წიგნი აკლია კიდევ, ხო? ესეც ხომ ფულია რაღაც წილ რომ ჩავთვალოთ, ხო? მადლობა. ესეც ბევრი რაღაცა ხდება. კომპანიები გეხმარებიან? ხო, წიგნების. გამომცემლობები ჯერჯერობით. სხვა არავინ. ხო და მოდი მადლობა გადავუხადოთ ახლა. სულაკაურის დავიწყოთ, ხო? თორემ ჩემ ბიჭს ძინავს და მე ვეღარ მოვასწრებ. და ერთ-ერთ წიგს გაჩუქებ შენ აქედან. კი. სერიოზულად? კი, აბა რა. რაო, სერიოზულად. იმდენი წიგნი მაქვს სახლში უკვე რომ მე შენ იმ ლიტერატურულ კაფეში 26 ოქტომბრამდე წაიკითხე და გაგვაცანი ეს წიგნი. მოგვიყევი, აი მე როგორც ვისაუბრებ ახლა ამ წიგნზე დამაკვირდი და დაახლოებით ასე. დიახ, მაგრამ იცი რა ვიყავი, ანუ ეგ სად იქნება ეგ? ჩემ სკოლაში. მე-4 სართულზე. ამ სკოლაში? მე შევთანხმდეთ ამ ვიდეო ჩანაწერის შემდეგ ამ ყველაფერზე როგორ შევხვდეთ. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სულაკაურის გამომცემლობას, რომელმაც გამომიგზავნა წიგნები. ეს არის რელიგიის მოკლე ისტორია. მოიცადე. კიდევ ჩიტინა, ასეთი წიგნი, ბილი და ბო, ანტონის დღიური, ონჯალი რაუფის წერილი ოქროსფერი მარკით და დღევანდელი წიგნი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, ეს არის იუტა რიხტერის ქარიკლაპიას ზაფხული. კიდევ ერთი წიგნი იყო ეს ოღონდ სახლში დამრჩა ალასკა და აქედან 2 წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. ამიტომ ერთი წიგნი რაჭველ მოსწავლეს გავუგზავნე, ბოდიში. ნიაკოს გავუგზავნე, გადალახან აქერალას უღელტეხილი. ჩავიდა მასთან. ერთი წიგნი კი ვაჩუქებ მე-9 კლასელ ნატალის, რომელმაც ზაფხულის განმავლობაში 9 წიგნი წაიკითხა და გადავწყვიტა რომ წამეხალისებინა 7 ბოდიში. და წამეხალისებინა. ამიტომ ამ 2 წიგნიდან ესენი უკვე ჩემი წიგნებია და აი ამ წიგნებიდან შენ სანამ მე ვისაუბრებ, შეარჩიე რომელიც გინდა, თუ გინდა გადაავლე თვალი. მადლობა ძალიან. და ერთ-ერთს გაჩუქებ. კარგი? მადლობა ძალიან. არაფერს. მოკლედ, სანამ მათე არჩევს, მე გაგაცნობთ წიგნს და სანამ წიგნზე დავიწყებდე საუბარს, დაგისვამთ ასეთ შეკითხვას. თქვენ რომ თქვენი შვილების საუკეთესო მეგობარს ან მეგობრებს რა საჩუქრს აჩუქებდით? ამ წიგნში არის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც გიზელა, ლუკასის და დანიელის დედა ანას ჩუქნის წიგნს ქარიკლაპიების შესახებ. მეორე შეკითხვა არის ამგვარი, თქვენ რომ თქვენს შვილებთან ერთად ველოსიპედით მიქროდეთ და თან გახდეთ მეგობარი, თანატოლი, რომელ სიმღერას წაიღიღინებდით, რომელი სიმღერა გიყვართ, ისე რომ სიხარულის დროს გახსენდებათ და მღერით. რაც შეეხება ამ წიგნს, ზაფხულიდან რომ დავბრუნდი, კარგი, მათე შეარჩიე, თუ გინდა შენ აღარ მოგაცდენ, თუ გინდა იყავი ჩემთან ერთად. აი ეს რა ქვია, იცოდე? ბილი. დიახ. აი ეს წიგნი შევარჩიე, ბილი და ბაუქვია. აი ეს კაი წიგნებია, მაგრამ ჩემს წიგნში ავარჩიე უფრო, რომელიც მე მომხდება ჩემი აზრით. რატომ გადაწყვიტე? აი ეს ერთი პატარა ნახე უკვე და ილუსტრაციის მიხედვით, ილუსტრაციის. ალბათ შეიძლება არა ერთი პატარა მოიწე ჩემკენ. არ ვიცი, შეიძლება ან დაზმაზე ან მეგობრებზე და ესეთი თავგადასავალის და ეგეთი წიგნები ძალიან მიყვარს და წავიკითხავ და ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. გავატონოლე ამისთვის და
რავი, უბრალოდ არასდროს არ მეგონა თუ ვიდეოში ვიქნებოდი და რაღაცას მაჩუქებდნენ და კარგი რა, არც ესეთი როგორ გითხრა, ყველა ოცნება შეგიძლია აიხდინო, ხდება რაც გულით გინდა და თან მგონი მომავალი ბლოგერიც ხარ შენ. ხო. ისეთი თამბეჭდავი ხარ, ისეთი კეთილგანწყობილი. შეიძლება წიგნებზეც წარად ის ჩაწერო ხოლმე ბლოგები, აბა დაფიქრდი. არა, ბლოგებს რა თქმა უნდა ვცდილობ, მაგრამ მე უფრო ჩემ ოცნების და მიზანის მისაღწევად ვცდილობ, რომ კალბურთელი გამოვიდი და რო გავხდები აუცილებლად ვიფიქრებ კი რომ უნდა იცი რა, კალათბურთი კი კარგია, მაგრამ წარმოიდგინე რა მაგარია, სულ ხშირად ვფიქრობ სპორტსმენებმა რომ წიგნები წაიკითხონ და აი თქვათ ქოჩორაშვილი ვიცი რომ წერს. იცი? კი, მე მოვუსმინე მის ინტერვიუს და რომ გამოვიდეს და აი ესეთ ვიდეო ბლოგი ჩაწეროს, სადაც ისაუბრებს წერის შესახებ, რომელიმე საბავშვო წიგნს წაიკითხავს და გაუზიარებს, რამდენ ბავშვს გაუჩნდება საკითხვის სურვილი და შენ შეგიძლია სანამ თან კალათბურთელი იყო, თან წიგნების შესახებ ისაუბრო. მე ხლა წიგნები კი მიყვარს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წიგნების ვლოგი შევარჩიო, მაგრამ წიგნარად სათქმა უნდა მექნება გამოხმაურება. კარგი. და რამის თქვა ხომ არ გინდა? დიახ. მადლობა ძალიან დიდი ყველაფერთვის და ნახვამდის. ნახვამდის. აუცილებლად ვეცდები რომ ამ ვიდეოს გაგიზიარებ რომ ავტვირთავ YouTube-ზე. ხო აკტრიალებ. ლელა კოტორაშვილი ქართული შრიფტი და ხო გამოიწერეთ რა. გამოიწერეთ ყველა მარხი და ეს გამოუწერ. ნახვამდის. კარგად, მათე, მადლობა გამილამაზე ეს ვიდეო. თქვენ მადლობა. კარი ყლაპია საფხული როგორც კი ჩამოვედი აი გიждები ასეთ ამბებზე საერთოდ არ გეგმავდი მართლა ძახს გამოვეკეცი იმ მიტოვებული მიყრობული შენობიდან და დამხვდა მათე და ასეთი სიტყვები მაჩუქა სულ მგონია რომ ფეხტა ამდევს ჩემი ფარული ანგელოზი თუ არ ვიცი მე ვეძახი ხოლმე ჩემი განდალფი კეთილი სული, ვინც ასეთ სიხარულს მჩუქნის. ძალიან გახარებული ვარ. მაღაზიაში რომ შევედი, დავინახე და ვიყიდე სათაურის გამო, იმიტომ რომ კარი ყლაპია ძალიან მიყვარს. გიფიქრიათ სიტყვებზე, სიტყვა წარმოებაზე, ქართულ ენაში, როდის გაჩნდა ესა თუ ეს სიტყვა. მე ასე რამდენიმე სიტყვა მაქვს და ძალიან მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ, ეს არის ხვედრი ამ ბოლო დროს ამ სიტყვაზე ვფიქრობ და შეხვედრა ამ სიტყვის ფუძეში არის ხვედრი რომლის მნიშვნელობა არის ბედი ის რაც გელის და ხომ არ არის ჩვენი ყოველი შეხვედრა წინასწარ განსაზღვრული ან შეიძლება წინასწარ განსაზღვრული თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი უცნობთან თუ ნაცნობთან არ აქვს მნიშვნელობა ამაზე ხშირად ვფიქრობ ბოლოს ვფიქრობ სიტყვაზე ჭირნახული იაკობ გოგებაშვილის ბუნების კარში აღმოვაჩინე ეს სიტყვა და მოსავალზე დავფიქრდი მარცვლეულზე, რომელსაც ქართულმა ხალხმა ჭირნახული დაარქვა და თუ როგორი წვალებით მოჰყავდათ ახლაც ასია ბუნებაზეა დამოკიდებული გვალვასა და სიტყვაზე ხშირ წვიმებზე ეს ყოველივე რომ არ იყოს მოსავალი და კარგი იყოს მოსავალი, თუმცა ადრე კიდე უფრო მტკივნეული იყო ბუნების ყოველი გაავდრება მოსავლისთვის და პური რომელსაც ქართველი ხალხი ჭამდა ჭირნახულით იყო მოზელილი ეს ცომი ხშირად დავფიქრებულ ვარ ამ სიტყვის მნიშვნელობაზე შემდეგი სიტყვა არის გარდაცვალება რაშიც აირეკლა ჩვენი ხალხის შეხედულება და ქრისტიანობის მთავარი საზრისი, რომ სიკვდილი არ არის დასასრული და ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადანაცვლებას გულისხმობს და ქართულმა ხალხმა ეს სიტყვაშიც ასახა და შემდეგი სიტყვა ეს არის ხსენი. ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ სიტყვაზე. ხსენი ქვია ბავშვი რომ დაიბადება, სანამ დედას რძე მოუვა, ამ სითხეს ქვია ხსენი. და თანამედროვე კვლევების მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ხსენი, რომელიც მთელი ცხოვრების იმუნიტეტსაც კი განსაზღვრავსო, ასეთი რამ გამიგია. მეცნიერულად არ ვიცი ეს როგორ უნდა გავამყარო, ან რა გირჩიეთ რომ წაიკითხო და მოусმინოთ, მაგრამ აი სიტყვა მაფიქრებს რომ ამის შესახებ ქართულმა ხალხმა დიდი ხანია იცის. და ხსენი რისგან იხსნის დედა შვილს
ჩვილს, ადამიანს, ბავშვს, რომ იბადება მომავალი ავადობებისგან და ალბათ კიდე ბევრი რამისგან. ასეთი მნიშვნელოვანი არის სიტყვებზე ფიქრი და ქარიყლაპიაც ასეთივე ჩემი საყვარელი სიტყვა არის თევზი, რომელიც ქარს ყლაპავს. მოკლედ გეტყვით რა ხდება ამ წიგნში. ეს არის ტალღა ამ სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნი. ტალღა ახალგაზრდების თემებით დაინტერესებულ მკითხველს მოიაზრებს და ერთ-ერთი თემა არის, როდესაც მშობელს უკურნებელი სენი სჭირს. ამ წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ბიჭების დედას, დანიელისა და ლუკასის დედას აქვს სიმსივნე. მთხრობელი არის ანა, ბიჭების მეგობარი და ორი ოჯახის მეგობრობის შესახებ გვიყვება ავტორი იუტა რიხტერი. ეს არის ძალიან დიდი თანადგომის ბავშვობის მძაფრი მტკივნეული შთაბეჭდილებების შესახებ დაწერილი წიგნი. აქ ჩანს სასკოლო საზოგადოება, ოჯახი, სოციუმის, რომელშიც ცხოვრობენ და არის პირველ პირში მოყოლილი ამბები, წიგნები ძალიან ბევრი ვიცით ამ ბოლო დროს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაღალი მხატვრული დონის ლიტერატურა არის. და როგორც აი პოეზიას მიუბრუნდები, ხშირად ამ დილას მეორე წავიკითხე, ასევე სურვილი გამიჩნდება, რომ ძალიან ბევრჯერ წავიკითხო. ის ატმოსფერო, რომელიც მწერალმა შექმნა ქარიყლაპია ზაფხულში, მიუხედავად თავისი ასეთი მტკივნეული ამბებისა, მაინც მიზიდავს და უკან დაბრუნების, მასთან დაბრუნების სურვილს მიჩენს. რაღაცით ეს წიგნი თემატურად ჰგავს ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. ეს წიგნი არ სრულდება ისე როგორც წინა წიგნი, პოლიანას გულისხმობ, ძალიან ჰგავს ცხოვრებას და ცხოვრებაში ხშირად ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად ცუდი რამ და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. ამ გოგოს მშობლები დაშორებულები არიან და ანა ხშირად იხსენებს მამას. აქვე არის კიდე იცით რა თემა შემოტანილი. ანას დედა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავისი მეგობრის გიზელას შვილებს, ლუკასა და დანიელს. და ანა ამის გამო ეჭვიანობს, იმდენად დიდ ყურადღებას უთმობს. მეგობრის თანადგომა და როდესაც ბავშვები, ჩვენი შვილები ჩვენგან იმდენ ყურადღებას ითხოვენ, რომ შეიძლება გარკვეული ეჭვიც გაუჩნდეთ, გაგვიუცხოვდნენ ამის გამო. ბევრი თემა არის შემოტანილი ამ ჭრილში. ძალიან მაგარი ქალია ანას დედა, შეყვარებული ვარ ამ პერსონაჟზე, გიზელაზეც. აქ ჩანს კიდევ გიზელას მამა პეტერი და ეპიზოდი, რომელსაც მინდა დავუბრუნდეთ, ეს არის წამხედურობის თემა. ანა იხსენებს ერთ-ერთ დიალოგს მამასთან და ასეთი არის ის. მამა, მაინც ვინ არის ეს წამხედურები? ამოიოხრა და მითხრა, ძალზე უცნაური ხალხია. ყველაფერს იმეორებენ, რასაც სხვა აკეთებს. ყველაფერს ჩავეძია. ყველაფერს პატარა მარგალიტო და თუ ვინმე ცალფეხზე დადგება, მაშინვე ყველა წამხედური წამოხტება და ცალფეხზე დგება. და თუ ის დაეცა, სხვებიც ეცემიან და თუ ვინმე სურათს ხატავს, სხვებიც ხატავენ. ნუ თუ ყველა, ჩვენ ხომ წამხედურები არ ვართ, მამა. არა პატარა მარგალიტო, მითხრა მამამ, არ ვართ. კვირების განმავლობაში ვფიქრობდი წამხედურებზე და წარმომედგინა, საცხოვრობდნენ, როგორ ბაძავდნენ ერთმანეთს და ეს ყველაფერი როგორ გამოიყურებოდა. წამხედურობა ამ ქალაქში ძალიან დიდ კიბოს მიაყენებს ანას, ჭორს გაავრცელებენ ანას დედის შესახებ და ამას დაიჯერებს ის ბავშვი, ვისთან მეგობრობაზე ცოცნებობდა ანა. მოკლედ, ბავშვები როგორ იკვლევენ გზას და ეს გზა როგორ მტკივნეულია, აქ არის ერთი ფრაზა კიდევ, რომ დიდებს ხშირად არ ესმით, ჩვენი საერთოდ არ ესმით და შეიძლება მართლაც ასეა ხშირად. მათი განცდები ისეთი მძაფრია, ისეთი მტკივნეული. ანას არ უნდა რომ ქარიყლაპია მოკვდეს, მაგრამ დანიელს მთელი გულით სურს რომ ქარიყლაპია დაიჭიროს და გონია რომ ქარიყლაპიაზე არის დამოკიდებული დედამისი გადარჩება თუ გარდაიცვლება და კიდევ და ბოლოს გაჩვენებთ
ბალიშის პირს, რომელიც მოვხატე ამ წიგნის მიხედვით, ის ასეთია და წაგიკითხავთ ჩანაწერს, ფრაზას, რომელიც შევარჩიე. მე ხმამაღლა წამოიწყებდნენ ხოლმე რაღაც სიმღერას We all live in a yellow submarine and killing me softly with this song. ანდა ხალხურ სიმღერას ქვეყნად არ არის ასეთი ხარეს შემოსახებდნენ ხოლმე და ეს ეპიზოდი ძალიან მიყვარს, ანა იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც გიზელა კარგად იყო და ველოსიპედებით მიქროდნენ ხოლმე ბიჭებთან დედას მიქროდა ხოლმე ბიჭებთან დედასთან და გიზელასთან ერთად და ეს ქალები, დედები აი ამ სიმღერებს მღეროდნენ. თუნდაც ამის წარმოდგენა სურვილს გაგიჩენს, რომ შენ შვილთან ერთად და მის მეგობრებთან ერთად ველოსიპედით გაქროლდე და იმღერო. ძალიან ლამაზი მეგობრობა უფროსების და შემდეგ უკვე ეს მეგობრობა როგორ გადადის ბავშვებზე და როგორ ფაქიზად ერევიან ამ ბავშვების ერთმანეთის შვილების ცხოვრებაში და ამ ბავშვების მეგობრობაში. ფაქიზად კი არ ერევიან, ცდილობენ რომ უყვარდეთ და ერთიანობა განამტკიცონ. და ის ჩხუბი თუნდაც რაც გარდაუვალია მოზარდებში, მეგობრებში, ჩვეულებრივ ამბად მიიღონ. დიდი მადლობა, ძალიან უცნაური ვიდეობლოგი გამომივიდა. მადლობა მათეს, რომელმაც გამილამაზა ეს ჩანაწერი და გამოიწერეთ ეს არხი. მადლიერი ვიქნები, როგორც მათემ თქვა. ამით შესაძლებელია ფულის შოვნაო და რატომაც არა. თუკი მაგრამ ალბათ წარმოუდგენელია წიგნების შესახებ ჩაწერილი ვიდეო ბლოგები ისე დაინტერესოს ხალხს, რატომ სამწუხაროდ, რომ 10,000-ობით ფოლოუერი და გამომწერი უბრალოდ ყავდეს ამ YouTube არხს. ჩემი მიზანი ეს სულაც არ არის, თუნდაც ერთ ადამიანს, ერთ ბავშვს, ერთ მსმენელს თუ აინტერესებს და ვიცი რომ ასია, მე უკვე კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში მე მსიამოვნებს თავად ამის კეთება და თან დრო რომ გადის და ვუსმენ ხოლმე დრო და დრო ამ ჩანაწერებს მიკვირს ხოლმე, ასე მგონია სხვა ადამიანი ლაპარაკობს საკუთარი თავის მე თვითონ მიკვირს ხოლმე. ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი, რჩება რესურსად, მასალად. ეს წაკითხული გააზრებად, ინტერპრეტაციად და შემდეგ უკვე დაგროვებული მასალა საბავშვო ლიტერატურისა თუ ზოგადად ლიტერატურის დაინტერესებულ ადამიანებსაც გამოადგებათ. დიდი მადლობა თითოეულ მსმენელს, დიდი მადლობა სულაკაურის გამომცემლობას ამ შესანიშნავი წიგნებისთვის. მადლობა მთარგმნელს, არ მახსოვს ვახსენე თუ არა ანა, ელენე კოშორიძემ თარგმნა ეს წიგნი. ბევრჯერ დავიწყე ჩაწერა და შეიძლება გამომრჩა ამის თქმა და დროებით 51 წიგნის შესახებ ჩაწერილი ვიდეოში დაგიბრუნდებით.